გამარჯობა. როგორ ახლა ნიკა მოდი. რაც თავი მახსოვს სულ ხატავდი. და ალბათ ჩემი პროფესიული ჩამოყალიბებაში მამაჩემმა მიიღო დიდი ოჯახიც ხატავდა. მამაჩემი იყო პროფესიონალი ხატვარი. მამამ და ბიძამ აკადემია დაამთავრა 50-იანი წლების ბოლოს. რა ვიცი, თავისთავად მოხდა ყველაფერი. ესპანეთში უფრო ფიგურატიულ ხატვარს მეძახდნენ და რა ვიცი, თითქოს და ყველა ჟანრს მოვიცა. ისე პროფესიით გრაფიკოსი ვარ, დაზგური გრაფიკა მაქვს სამწუხაროდ. ყოველთაგან ერთ-ერთი არის საკმაოდ დიდი ზომის ჩემთვის, იმიტომ რომ მე მანდამენ დიდი ზომის ნამუშევრებს არ ვქნი ხოლმე. სტილოზე არის, მაშინ ჯერ კიდევ 99 წელია და ზეთით მუშაობდი, შემდეგ რა ვიცი, ახალმა მასალამ, რომელსაც აკრილიკია ყველაფერი მოიცვა და მის ყველანი აკრილზე გადავიდა. რა ვიცი, გამოხატული მაქვს, და ვიცი, ეს ესთეტიკა არის ჩემი, კომენტარ თავდატონები, რომლებიც ალბათ ფეხბურთის მდგომარეობაში არიან, ორსულები, ასე ვთქვათ, და ცოტა ესეთი სასაცილო სახელი ქვია 7+8. ცენტრალურ ფიგურას თითქოს და ტყუპი ყავს მუცელში. ესთეტიკა არის სილამაზე, ჩემს მიერ დანახული, რა ვიცი, ქალის სხეულის სილამაზე. რა თქმა უნდა, საერთოდ ამბობენ, რომ მუსიკის შემდეგ ფერწერას ყველაზე დიდი ემოცია მოაქვს ადამიანისათვის. მე ვიქნია ქუთაისის არაერთი პეიზაჟი, ფერწერული ტილო, მათ შორის აქაც მაქვს ბაგრატის ტაძარი, ჯერ კიდევ მდგომარეობაში აღდგენამდე. შემდეგ გაჩვენებთ. კი, მიყვარს ქუთაისის ხატვა, სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ვერ ვახერხებ და გადაწყვეტილი მაქვს დავიწყო სერიალი ძველი ქუთაისური ერთსართულიანი სახლების სერიალი და შევქმნა. ქუთაისი ქალაქი არის, სადაც დავიბადე, სადაც ჩემი მშობლები დავიბადნენ. რა ვიცი, ყველაფერს ნიშნავს და გამორჩეული ქალაქი არის ჩემთვის. ძალიან ლამაზი, ლანდშაფტურად ძალიან ლამაზი და ძალიან შემდგარი ქალაქი არის. რიონის ხეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს პრაქტიკულად მთის მდინარე არის რიონი, ჯერ კიდევ ქუთაისში რომ გაედინება, შემდეგ დაივატებს და ოზენდორით მიედინება, ქუთაისში ძალიან ჩქარი არის რიონი. და მომწონს ეს ხეობა, საერთოდ რიონის ხეობა ძალიან მომწონს და ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა, რაც კი ხეობები მინახავს მე ჩემს ცხოვრებაში. ბანკიერი მხარეები, რა თქმა უნდა, ქუთაისის განაშენიანების პრობლემები, რაც თბილისს დაემართა და ბათუმს დაემართა, არ გინდა რომ დაემართოს ქუთაისს, მაგრამ ნაწილობრივ დაიწყო ქუთაისის დამახინჯებაც, ჩაბეტონება, ერთობებული ჩაბეტონება. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი გამით პრაქტიკულად ვერ ვხატავ, იმიტომ რომ ხატვარი საერთოდ ხატავს დღის საათებში, როდესაც ბუნებრივი შოქი არის და ბუნებრივი განათება. მიუხედავად ამისა, მე უფრო ღამის ადამიანი ვარ, ვიდრე დღის. ვცდილობ, რომ დილით დავიწყო ტრადიციულად ან ჩაით, ან ყავით და შემდეგ ვიწყებ მუშაობას. ვაკეთებ ეს ფურცელზე, ფურცელზე გაკეთებულ ნამუშევრებს, შექმნილ ნამუშევრებს, გრაფიკას ეძახიან და ეს გრაფიკული დიდი სერიალი არის თანას ძირითადად უცხოეთში მაქსიმალით გასაყიდად. ახლა ეს საერთოდ მხატვრობა, ქანდაკება, თუ გინდ მუსიკაც, ახლა არ ვიცი პოეზიისა და პროზის საკითხებში როგორ არის, მაგრამ ძირითადად ვითარდება იმ ქვეყნებში, რომლებიც მატერიალურად ფეხზე დგანან. ამიტომ არის რომ ის დიდი აღორძინების ეპოქა, როდესაც იყო მაღალი ეკონომიკური აღმავლობა, მაშინ დაიწყო დიდი აღორძინების ეპოქა და საქართველოში ალბათ მე-11-12 საუკუნეებში, როცა იყო ჩვენი ოქროს ხანა, მაშინ შეიქმნა ყველაფერი საუკეთესო და ძირითადად რითაც დღემდე ვამაყობთ. მარტო გელათის სამონასტრო კომპლექსი რა თხის. და მხატვრობაც ეგრე არის, ახლა იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებული არის ეკონომიკა და მაღალ დონეზე დგანან, ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ცივილიზებული სამყარო, ეს სადაც არის მატერიალური კეთილდღეობა, იქ არის განვითარებული სახვითი ხელოვნება. იმიტომ სახვითი ხელოვნებას ადამიანი ყიდულობს მაშინ და სურვილი სახვითი ხელოვნების ყიდვის მაშინ უჩნდება, როდესაც მას პირველადი მოთხოვნილებები უკვე დაგვაყობილებები აქვს და შემდეგ უკვე იფიქრო რაღაც სურათის შეძენაზე.
რა თქმა უნდა ეს ქართულ რეალობაში ცოტა იშვიათად წარმომედგენიანია და ამიტომ ძირითადად უჭირთ აქ მხატვრებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არის რეალიზაციის საშუალება, ხალხს საერთოდ ქვეყანას უჭირს. ჩვენც მოვედი უკვე მინიარჩი ვარ, ფარიაშვილის გამზირდა, ფაფაშვილის ერთ-ერთ ნომერში და საინტერესო კაფეზე, რომელიც ალბათ ფერი ქუთაისელისთვის და არა მხოლოდ ქუთაისელისთვის საყვარელი ადგილად იქცა. როგორ იქნებოდა მინიარი? ესე იგი, სულ მინდოდა რაღაც მცირე რესტორნის ან კაფის გაკეთება. ამის გამო, ესე იგი, დავამთავრე მზარეულის კურსები. 2012 წელს იყო თუ აგვისტები მზარეულები საზღვრების გარეშე, როგორც არის ექიმები საზღვრებში, არის ანალოგიური მზარეულები საზღვრების გარეშე და მათი ხელშეწყობით წყალტუბოში იყო 4 თვიანი კურსები, ესე იგი მოკლე კურსი იყო მზარეულის. შვეიცარიელი მზარეულები და ჩხოსნა და რა თქმა უნდა ადგილობრივი. ამის შემდეგ ეს ჩემი უღლის მოთხოვნა რომ ბურმე რაღაც პარტავა როგორ და მე გავხსენე პარტავა მინიარ ქალაქი გამიძეს კურსს. ეს არის რომ ესე იგი საკუთი ხელოვნება ქართული ევროპული სამზარეულო გაგვეყიანებინა. აქ ასევე როგორც თქვა, ვირაბის ნახატები არის გამოფენილი. ასევე ეს ნახატების შეძენა ვისაც სურვილი აქვს თავისუფლად შეუძლია. მაგრამ თქვენ ეს გარდას არამედ სხვადასხვა მხატვრები რა თქმა უნდა, იცი ძირითადად ჩემი ეპოქის მხატვრები არიან, ბავშვები ჩემი ტოლები. უმეტესი ნაწილი არიან სახელმწიფოებთან დაუმთავრეს სამხატვრო აკადემია და არა მარტო. არის ჩემი მეგობრები, ჩემი ქუთაისელი მეგობრები, არიან თბილისლები, არიან ბათუმელი მხატვრები, ძალიან ფართო არის სპექტრი მხატვრების. არა მარტო ფერწერა და გრაფიკა იფინება აგრეთვე ფოტოგრაფია და რამოდენიმე ფოტოხელოვანთან თანამშრომლობ. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ ირაკლი ბიბოვა, ქუთაისელი ძალიან საინტერესო ფოტოხელოვანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ადამიანი, რომელიც ესწრება ჩვენს ქვეყანას, ახლა ტურიზმზე თუ ვისაუბრებთ და თუ მასპინძლობაზე, რომ ქართული ტრადიციული კერძთან ერთად მიიღოს რაღაცა ჩვენი ვიზუალური ხელოვნებიდან აიღოს შთაბეჭდილება. აუცილებელი არ არის, რომ ადამიანი შეიძინოს თუ მოწონს და ვერ ახერხებს მაგალითად ფერწერულს ან გრაფიკის ან ფოტოგრაფიის შეუძლია მცირე ზომის როგორც შექმნა რაც საფოსტო პარათი შეძენა შეიძინოს პოსტერი შეიძინოს რა ვიცი ახლა ძალიან მოდაში არის ეგრეთ წოდებული მაგნიტები და მოგზაურობის შემდეგ აუცილებლად შთაბეჭდილები რომ წაიღოს კარგი შთაბეჭდილება საქართველოსთან და ქუთაისში. ვფიქრობ არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ადგილობრივებისთვისაც საყვარელი კაფეთი იქცა. სწორედ ჩვენ ახლა ტურისტს მეტად უაინტერესებს რა თქმა უნდა ადგილობრივი იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ მაგალითად ახალგაზრდა წვრილმა არ არის საჭირო რომ ადამიანს სადღაც საფინგლეში წავეშო წყნარად დაიდგინ ისაუბრონ რაღაცა თბილ გარემოში კაიზე ანუ ერთ ფინჯან ყავაზე რა ვიცი ერთმანეთს მოუყვენ რაღაც სხვადასხვა ისტორიები კომფორტაბლურად რომ იდგონ თავი აი სწორედ აი მიდას აი რამდენად წარმატებულებულად ვერ გეტყვით მაგრამ ვცდილებ ყოველ შემთხვევაში საბადი და ბევრი საყვარელი კაფე არის მეჩვრის ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა გადაიხადოთ გამოყავთ ეს დრო და ეს ასე უნდა გავატარებიეთ რომ სწორედ ისიამოვნებენ თქვენი სტუმრობა და ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ქუთაისელებმა უნდა ვისაუბროთ ძალიან ხშირად ძალიან დიდი მადლობა აი ხარებ